სახელმწიფო რწმუნებულ სიდაქარში ბატონ დავით ხობლიაშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას, ბლოკის მხარდამჭერებს, სტუმრებს, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ აკადემიურ დონეზე ხდება შეხვედრა. დღეს ჩვენ უნდა გითხრათ, რომ სულ ყველა ერთად მთელი საზოგადოება მოვედით აქ, რომ ხარი დაუჭიროთ, მინდა გითხრათ, იმ კურსს, იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც წარმართავს ჩვენი სახელმწიფო. საერთოდ შიდა ქართული ყოველთვის ტონის მიმცემი იყო ქვეყნისათვის და ყოველთვის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებდა. ეს იული არ არის, ძალიან რთულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ყველა ჩვენთაგანის ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. პირველ რიგში მე მინდა ყველას ვთხოვოთ და ჩვენ ალბათ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ გამოხატოს თავისი აზრი და მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, ისე როგორც მას მიაჩნია სწორად. მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მე უნდა თქვა, რომ ბლოკის როგორც მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ბატონი ვახტანგ ყანჩაველი, ისევე ბლოკის პროპორციული სიებით წარმოდგენილი კანდიდატები თვლი, რომ სახელოვანი მამულიშვილები არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ქართლში, როგორც არის სხვა ბევრი სიკეთე, რომელიც გამოირჩევა სხვა რეგიონებისაგან, ალბათ ცოტა ხანში სწორედ მათი დამსახურებით და მათი მოღვაწეობით ჩვენ შევძლებთ უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი მოსახლეობისათვის და ალბათ იმ სპორტის მხარდაჭერისათვის, რომელიც იცით თქვენ ახლა რომ ჩვენთან ძირითადად პროპორციულ სიებში არიან წარმოდგენილი სპორტსმენები, ყოფილი სპორტსმენები, დღეს უკვე ბიზნესმენები, დღეს ის დამსახურებული მამულიშვილები, რომლებმაც შორს გაუთხეს ჩვენს ქვეყანას სახელი და მიმაჩნია, რომ მათი სწორედ ასეთი მამულიშვილობა, მათი დიდი მოღვაწეობა მისცემს ჩვენ მოვალ თაობას იმის საშუალებას, რომ სწორედ მათ მაგალითზე გაიზარდნონ და ჩვენ ქვეყანას და ჩვენს რეგიონს გაუთქვან კიდევ უფრო სახელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის ბატონი გოჩა დასოხოვი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოში, ჩვენს რეგიონში და საერთოდ ჭიდაობის განვითარებისათვის. დღეს ჩამოგზავნდნენ ჩვენი სტუმრები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ისახელეს თავი და ალბათ მომავალ ამ შეჯიბრებებში თავს ისახელებენ. დღეს მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი გიორგი კანდელაკის, ჩვენი მამულიშვილის ის დიდი დამსახურება, რომელიც მან არა მარტო შიდა ქართლს, არამედ მთელ საქართველოს მართლაც გაუთქვა სახელი და ბავშვები მინდა გითხრათ, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, რომელ რეგიონში, სხვა შორის გიორგის ეთაყვანებიან. და გიორგიზე მოკლედ იცით თქვენ ამხელა დიდი სიყვარულია. მე მინდა წარმატება უსურვო გიორგის, წარმატება უსურვო ასევე ბატონ ბორის გოგიჩაიშვილს, რომელიც ასევე ის მამულიშვილია, გვიამაყებას უყველას ბორია გოგიჩაიშვილი და აღარაფერს ვიძახი უკვე ბატონ ვახტანგ ყანჩაველზე, რომელიც სხვა შორის აი ამ წლების მანძილზე კაცურად ემსახურება თავის რეგიონს. მისი დამსახურება მე ახლა ყოველთვის ვიძახი და სხვა შორის ხანდახან ვიტყვი ხოლმე, რომ თქვა თუ არა თქვა, უნდა ვთქვა ნამდვილად რა. მისი დამსახურებაა, რომ აი ეს უჩვეულად, კაცურად იმ დიდი თავისი ავტორიტეტით შეეძლო, რომ რაც შეიძლება სულ მალე ის პრობლემები მოვაგოროთ, რომელიც დღესდღეობით არის ჩვენს რეგიონში.